მოგესალმებით, მე რობი ვარ, ეს ჩემი პირველი ტესტ-დრაივია. დიდი ხანი ვფიქრობდით, რომ უნდა გადამეღო და საბოლოოდ მოვიფიქრე, რომ X5 ყველაზე კარგი ვარიანტი იქნებოდა. ადამიანები ცხოვრების განმავლობაში ბევრ შეცდომებს უშვებენ და ბევრ სწორსაც აკეთებენ. ასეა ზუსტად კომპანიებიც. აი მაგალითად BMW. BMW ძალიან სწორი გააკეთა, როცა თავის დროზე გადაწყვიტა რომ X5 გამოეშვა, მაგრამ X5-ს ბევრი პრობლემები მოყვა თან. იყო დაკიდების სისტემის პრობლემები, ძრავი მაინც და მაინც არ მუშაობდა, კარგად, ну რა თქმა უნდა, რაღაცა დროის გასვლის შემდეგ. და დიდად არც კოლოფი დაიგვეხნიდა, მაგრამ ეს უკვე მესამე თაობაა. ეს ის თაობაა, როცა X5-მა და BMW-მ ყველაფერი გამოასწორა და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. მივიღეთ უმშვენიერესი ცხვირი, ენჯელები. არ ვიცი, ამ ენჯელებს რას უწონებდნენ და რატომ უაშორეს, მე პირადად ძალიან მომწონს. ღამე ამ შეხედვარე, რა ვიცი, ალბათ შეიძლება შიშიც დაგეუფლოს, შორიდან თუ დაინახავ. ერთადერთი რაც შეგვიძლია რომ კრიტიკის ცეცხლში გავატაროთ, ეს ტუმანიკებია, ეგრეთ წოდებული, რომელიც ძალიან არადიზაინერულად და არა აქ საერთოდ რატომ არის, ვერ ვიგებ. ან რა დანიშნულება აქვს, უმეტესად მანქანებში გვხვდება ხოლმე დაახლოებით აი ამ ადგილზე. ლამაზიც არის და ჩემი აზრით მეტი დანიშნულებაც აქვს და უფრო გამოსადეგარია. ბამპერი, ზოგადად ვიზუალი ამ თაობის X5 ისეთი აქვს, რომ თუ დაკვირვებული თვალი არ გაქვს და ან ავტომოყვარული არ ხარ, შეიძლება იმისგან ვერც კი განსხვავო. თან უყენია 22-იანი დისკები, რაც ძალიან ამსგავსებს ემს, აი ძალიან ამსგავსებს ემს და ბევრს ვთქვამს კიდევაც რომ ემი ხო არ არის, არა ჯიგრებო ეს ემი არ არის, 3.0 ტურბო დიზელია. ფაქტობრივად stage 1-ით, რომელიც თავის წონასთან და მონაცემებთან შედარებით კატასტროფულად სწრაფად დადის. არ ვიცი, კიდევ რამე აქვს ხელები ნაფათურები თუ არა შიგნით, მაგრამ ძალიან მაგარია, ძალიან მაგრად არის გაკეთებული და ვერც კი წარმოიდგენთ ეს მანქანა იმდენ დატვირთვებს უძლებს. თითქმის ყოველდღე ავტობანი, თითქმის ყოველდღე ქალაქში ბევრი სიარული, მაგრამ არ გაფუჭებულა და არც ფუჭდება. ერთადერთი რისკი ხშირად კეთებას უწევთ, ეგრეთ წოდებული პერედოკია. ამ ხელა მანქანისთვის ეს ალბათ ნორმალურიც არის, რადგან ძიმია მანქანა საკმაოდ არ გამოიყენება ისე, როგორც უნდა გამოიყენებოდეს სახლის ამსახური, ეს ბევრად მეტი დატვირთვა, ამ მანქანას ბევრად მეტი დატვირთვა აქვს, შესაბამისად მეტად ხშირად ფუჭდება ეს ნაწილები. ამ ულამაზესი დისკების შემხედვარი შეიძლება საერთოდ გადაგავიწყდეს. ემია არ არის ემი, საერთოდ შეიძლება აღარ დაუკვირდე. აქ გვაქვს ამ მოდელში კონკრეტულად გვაქვს M Performance-ის დისკები, რომელიც ძალიან უხდება, 21-იანი დისკებია, ძალიან მაგრად ავსებს თაღებს. საბურავიც ნორმალური ზომისაა. არც ძალიან ხისტია მანქანა, არც ძალიან რბილია, აკვანისავით არ ირწევა მოკლედ. ძალიან მაგრად უხდება. საქმეშიც გამოსადეგარია და გზაზე დგას არანორმალურად კარგად. ალბათ ყველას გემახსოვრებათ იყო დრო, როცა შემოვიდა ესეთი ის რომ Porsche 200 მოსახვევში შედის და რაღაცა. ეს მართლა შედის 200 მოსახვევში. Porsche ეს არის დიზაინი, რომელისთვისაც BMW-ს უბრალოდ ხელი არ უნდა მოეკიდებინა. ჯობდა რაღაც მცირე დამატებები გაეკეთებინა და ეს დიზაინი ეწარმოებინა დღესაც. არ ვიცი, რა დაუწუნეს BMW-ში, რა ნაკლი უპოვეს. არ ვიცი, უბრალოდ როგორ შეიძლება ეს ტრაკი მოგწყინდეს, წახვიდე, გადააგდო და შეეცადო რომ ახალი დახატო. ალბათ იმ დიზაინერს, იმ ფანქარს ისე გაუკეთებდი, რომელმაც ამის დიზაინი შეცვალა. ფარები, როგორც ასეთი, ფარები არის ალბათ დიზაინის პიკი, რაც შეიძლება ამ მანქანაში გაეკეთებინათ. უმეტესად იაპონური მანქანები იმით გამოირჩევა ხოლმე, რომ შეგიძლია იყიდო და დაატუნინგო და ამის შემდეგ გამოდის კარგი მანქანები. აი გერმანულ პრემიუმ მანქანებს ვერ დაატუნინგებ, უბრალოდ უნდა იყიდო და შეინახო ისეთი, როგორიც მოგცეს. მარტივია. რა შეგვიძლია ვთქვათ კიდევ უკანა მხარეზე, მაყუჩები, ყველა დიზელში მაყუჩები არის პრობლემა, საშინელებაა ხოლმე, ესე რომ ვთქვათ. მაყუჩები დიზელის მანქანებში უმეტესობა 95%-ში მიდის ქვემოთ. აქ დიზელის მიუხედავად მაყუჩები ისე არის განლაგებული, რომ
ალბათ ვერც შეატყობს საუკვირვებელი თვალი, რომ ეს დიზელია, ბენზინისავით ლამაზად, ჭრილში და რაც მთავარია, ნამდვილია. მეტალი, არანაირი პლასტმასი აქ არ არის გამოყენებული, მეტალია. ისეთი მეტალია, რომ ეს რომ გამოვიღო და ვინმეს თავში გადავარდ, აუცილებლად მოვკლავ. სერიოზული მეტალია გაკეთებული, თან ძალიან მაგრაძის დიზაინში. რატომ უნდა გააკეთო პლასტმასისა, როცა შეგიძლია აი ესეთი ულამაზესი დიზაინი და ულამაზესი ფორმები შემოგთავაზო? არ ვიცი, არ მესმის უბრალოდ. რაც შეიძლება ერთი დიზაინში დავიცუნოთ, შეიძლება ეხლა ბევრმა მითხრას, რომ იციო მინუსი ვერაფერი თქვიო და მომენტში გინდოდა ეგ გეძებნაო. არა, უბრალოდ არ შეეფერება. ბრენდს რომელთაც ქვია BMW, რომელიც თავის დროზე აწარმოებდა ფიფრინავის ძრავებს, შემდეგ გადავიდა მანქანებზე და ყველა მიცით ხო ისტორია. აი ეს არ უნდა გქონდეს რა. ხელის მიჭერით იღება. ჩემთვის არის ეს პრობლემა. შეიძლება სხვისთვის პირიქით უფრო კომფორტულიც იყოს, მაგრამ სალონიდან გაღებას ღილაკზე აი ეს არის ჩემთვის კომფორტი. ვიდრე ასეთი ის მიჭერა. იმიტომ რომ წარმოიდგინე სიტუაცია, დგახარ სადღაც მიყრუებულ ადგილზე, არანაირი განათება კამერა, ანუ ჩაულებრად შეიძლება ვიღაცამ საწვავის გარეშე დაგტოვოს. ანუ იმასაც ვერ იტყვი, რომ აი შიგნით ჩამკეტი აქო და ვერ ამოიღებენო, იმიტომ რომ იმის შოვნასაც არაფერი არ უნდა. კინას ჩაულებრად ჩაუშვებს ქვემოთ და ანუ საწვავის გარეშე რჩები. შეიძლება ეხლა ბევრმა თქვას, რომ აი მანქანაო გარედან რო სუფთაო, შიგნითაც რო გაგეწმინათ რა მოხდებოდაო. ალბათ ვფიქრობ, რომ კაცური კაცის კაცური მანქანაა, იმიტომ რომ საკაიფოდ არის, მოთხრილია ყველაფერი. რა თქმა უნდა, ფეხებზე ფკიდია. რას ვხედავთ? M57 Twin Power Turbo. ეხლა ზოგი იძახის, რომ ესო 3 ტურბინიანიო, ზოგი 2 ტურბინიანიო, ეს თქვენით გაერკვიეთ, მე უბრალოდ მინდა რომ დაგანახოთ რა ლამაზად არის ყველაფერი გაკეთებული. შეიძლება თქვათ, რომ აიო, სილამაზეო არის ახალ მანქანებში, რომელიც იმაში პლასტმასიაო დახურულიო, მაგრამ მე თუ ძრავი არ დავინახე ის დეტალები და კომპონენტები, რაც მუშაობს, ხო? რა ვიცი, ეგეთი სილამაზის დედაცვატირე. ფიქრობ, რომ აი ეს არის სილამაზე, ჩემთვის აი ეს არის მაქსიმუმი, აი იმაზე მეტი აღარ უნდა გაეკეთებინათ. კი, აქაც არის პატარა ნიუანსები, რის გაკეთებაც და გამოსწორებაც შეიძლება უკეთესად გაკეთებულიყო, მაგრამ ესეც მშვენიერია. აი ამაზე მეც არ გავაკეთები, არ მომწონს, როცა ყველაფერი პლასტმასით არის დახურული და მე მხოლოდ უნდა ჩავასხა წყალი შიგნით. არ მომწონს. წყალი კი რა, მე მგონი ადვილს ვხსნიდი ხო? ჩემი აზრით, აი ეს არის, რაც უნდა იყოს, მეტი ხელი არაფერს არ უნდა დავადოთ. ძრავზე უბრალოდ ერთი პლასტმასია მიგდებული, დიდი არაფერი, მაგრამ დიზაინში ზის. ძრავი ძალიან მაგრად არის, რაც მთავარია BMW-სგან, რაც მოგწონს, კი ამ მოდელში შედარებით ნაკლებად არის, ვიდრე სხვა დაბალი კლასის მოდელებში, მაგრამ ძრავის განლაგება, ძრავი ისე დგას, რომ ამ მომენტში ოდნავ უკანაც არის ვიდრე საბურავების ბაზა, საბურავების ბაზისთან შედარებით სულ ოდნავ უკან არის. რაც ვითომ არაფერი, მაგრამ სინამდვილეში ძალიან დიდ ბენეფიტებს გვაძლევს, როცა საქმე მართვასა და პერფორმანს მიადგება. აქ რომ მოვედით, დაახლოებით 10 გრადუსი სითბო იყო, ზიანათებდა. ეხლა მინუსებში გადავიდა ამის. მზეც აღარ ანათებს, ხო და სანამ გავიყინები, მოდი ჩავждეთ შიგნიდან და იქიდან მოგიყვებით დეტალურად. გადმოვინაცვლეთ შიგნით, იმიტომ რომ გარეთ უბრალოდ გაუსაძლესია, ჩემი ჩაცმის სტილიდან გამომდინარე უკვე ვეღარ გავჩერდებოდი გარეთ. რა შეგვიძლია შიგნით ინტერიერზე ვთქვათ? გვაქვს მონიტორი, რა თქმა უნდა, სახელგანთქმული BMW-ის სისტემით, რომელიც დიზაინში კარგად ზის, მით უმეტეს იმ წელს, როდესაც ეს მანქანა გამოვიდა, ძალიან კარგი იყო. დღეისობითაც კარგია და მაშინ როცა გამოვიდა, საერთოდ მაგარი იყო. არ აგვიანებს, თაჩია, ჩვეულებრივად მუშაობს. ასევე აქ გვაქვს პადი, ეს პადიც ჩვეულებრივად მუშაობს. აქედანაც შეგვიძლია ვაკონტროლოთ, აქედანაც შეგვიძლია ვაკონტროლოთ, უბრალოდ თუ აქედან დავიწყებთ კონტროლს, აივსება თითის ანაბეჭდებით, რა ჯობია ისევ პადიდან ვაკონტროლოთ. გვაქვს ZTF-ის 8 სიჩქარიანი გადაცემა და კოლოფი, რომელიც დიდ დატვირთვებსაც ძალიან უძლებს. ძალიან მაგრად უძლებს. არ ფუჭდება და დიდად არანაირ სერვისაც არ საჭიროებს. რა თქმა უნდა, Z-ის გამოცვლა და ესეთი მცირედი რაღაცეებზე საუბარი არ მაქვს. ესეთი რაღაც ამაზე არ უნდა არც უნდა ვისაუბროთ. უბრალოდ ყოველ თვეში ერთხელ კოლოფი ჩამოსაღები არ არის და რაცაც უკვე ხაზი გაუსვი, რომ მანქანა ძალიან დიდ დატვირთვებზე მუშაობს და ძალიან ბევრი ის გავლა უწევს, ამ ყველაფერთან შესაბამისობაში ეს ძალიან მაგრად მუშაობს.
აი ძალიან მაგრად მუშაობს. საჭეს რაც შეეხება, აი საჭე არის, რა ვიცი. ანუ ვისაც არ აქვს იმის გამოცდილება თუ როგორ საჭეს აწარმოებს BMW, მაშინ უბრალოდ ვერ მიხვდებით. უნდა დაჭდეთ, ხელი მოკიდოთ, თვალები დახუჭოთ და ისიამოვნოთ. უნდა წარმოიდგინოთ, რომ ქალცეფერებით ისეთი ფორმები აქვს. ალბათ არ ვიცი, კიდე ესეთი საჭესაც შემხვედრია. რა თქმა უნდა, ხარისხი, მატერიალები არ არის რაღაცა ლაქშერი დონისა, მაგრამ ის რაც აქ ხდება, საკმარისია, სრულებით საკმარისია. ფორმა საერთოდ ისეთი აქვს საჭეს, რომ არ ვიცი, აი ძალიან მაგარია. მადლობა ღმერთს, რომ 4 ქიმიანი საჭეები ამოიღეს და საერთოდ აღარ ხდება ამ მოდელებში, იმიტომ რომ რაღაცა კატასტროფაა მანქანაზე. მე მეზიზღებას 4 ქიმიანი საჭეები 3 არის იდეალური. ხო, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ დაუკვირვებელი თვალი იმასაც ვერ გაარჩევს, ეს არის M-ის საჭე თუ M პაკეტის საჭე. ალბათ ვინც იცის, ეცოდინება ისიც, რომ M-ის საჭე ოდნავ სხვანაირია და აქ მეტალზე გვაქვს კიდევ დამატებითი ადგილი ამოღებული, რაც კარგი რაღაცას წააგავს, მაგრამ ამ მომენტში ის კარგი რაღაცა აქ არ გვაქვს. ხო, რაც შეეხება აქ ბარს, ტორპედოს მხარეს, აი ეს ცოტა სადავო ადგილია, რადგან ვისაც ძველი BMW-ს გამოცდილება აქვს, ის იტყვის, რომ კარგია, მაგრამ ვინც ახლა ყიდულობს, შეიძლება დაიწუნოს და თქვას, რომ ძველია. მე ერთისაც გავამართლებ და მეორესაც, იმიტომ რომ ძველია, ეს დიზაინი, ყველაფერი ძალიან გავს F-ს. თითქოს F-დან ამოიღეს და აქ ჩატენეს. როგორც უკვე აღვნიშნე, ეს ადგილი ძალიან წააგავს F-ს და ზოგისთვის კარგია, ზოგისთვის ცუდია. სადავოა. აი ამ ვითომ მეტალს რაც შეეხება, დიზაინში კი ლამაზად ის, მაგრამ დროთა განმავლობაში ალბათ დაინახავთ, რომ აქ-იქ წყალები გაუჩნდა, თავისი ეგრეთ წოდებული პეცი დაკარგა და ისეთი ლამაზი მაინც ვეღარ არის, მაგრამ დიზაინში მაინც კარგად ის. აი ამ ვითომ ხეს რაც შეეხება, ეს ისეთი ხეა, რომელიც შემეძლეთ ყველა მანქანაში უნდა გამოიყენებოდეს აბსოლუტურად, რადგან ძალიან უხდება, აი მანქანა არ არსებობს, რომ წარმოიდგინო, რომელსაც ეს ხე არ მოუხდება, ყველგან ჩასვა. ტორპედოსაც შეეხება, ტორპედო ნორმალური მატერიალებისგან არის გაკეთებული. თვითონ მატერიალების ხარისხი დიდი არაფერი, მაგრამ რბილია, ყველა ადგილი, სადაც არ უნდა მოკიდო ხელი რბილია, მეტნაკლებად, ხმა აქ-იქ აქვს, რა თქმა უნდა. იგივე სიტუაცია გვაქვს აი ამ ადგილებში, ზუსტად. იგივე სიტუაცია გვაქვს. იმის გამო რომ ფეხი ხშირად ეხება მოძრაობის დროს, ეს ადგილები დაკაწრულია, არა მარტო ფეხი, ზოგჯერ გასაღები, ტელეფონი, აი ეს ადგილები სულ დაკაწრულია ამის გამო. ის ვინც გადაწყვეტა რომ აი აქ ესეთი პლასტმასი ჩაედოთ, ალბათ ცუდ ხასიათზე იყო, როცა ამას აკეთებდა. როცა გვთავაზობ ესეთ კარგ მონიტორს, როცა გვთავაზობ ესეთ კარგ კლიმატ კონტროლს და ღილაკებს და ასეთ კარგ გაფორმებას, ძველი სტილი აქვს, მაგრამ მაინც კარგია. აი ესეთი უაზრო, უხარისხო პლასტმასი, აი აქ არ უნდა ჩაედოთ. აქ ამ პლასტმასს არაფერი არ ესაქმება. თითქოს F30-ისგან მორჩენილი ნაგლეჯები ჩადეს და გვითხრეს რომ ჯიგრებო, ეს სულ სხვა არისო, არა, ეს მაგარი ხარისხიაო, წაიღეთ იყიდეთო. აი ესეთი შთაბეჭდილება მრჩება. აქ ღილაკები დიდი არაფერი არ გვაქვს. მოცურების გათიშვა, რეჟიმების შეცვლა, სპორტი, კომფორტი. აი ეს ის ღილაკია, ზუსტად ის ღილაკია, რომელზეც გეუნეოდით, რომ თუ შენი პარკინგ კონტროლი ტვინს შეგიჭამს, რაც ამ მანქანაში ხშირია, შეგიძლია უბრალოდ აქ დააწვი და გათიშავ. ეს ის ღილაკია, რომელიც გვეხმარება დაღმარზე ჩასვლის დროს, რომ მუხრუჭები არ გადაგვიხურდა და სამბი არ გავერჭოთ. და სულ ესაა თითქმის, აქ მეტი არაფერი არ გვაქვს, ეს პარკინგი, უბრალოდ ეს არის ეგრეთ წოდებული რუჩნიკი, აი ეს, ხილაკზე გვაქვს, რა თქმა უნდა, აქ გადმოტანილი. ასევე გვაქვს ამ მანქანაში connected drive. თუ ამ ღილაკს დავაწვევით, გავააქტიურებთ მარტივად ამ სისტემას, რომელიც გვეხმარება, რომ დავიცვათ ხაზები, არ გადავკვეთოთ ხაზები, თუ ხაზი გადავკვეთეთ მოხვევის მაჩვენებლების ჩართვის გარეშე,
სიგნალს, ვიბრაციას მოგცემს საჭეში და გვეტყვის რომ ხას კვეთავთ მოხვების მაჩვენებლების გარეშე. კარგი იქნება ეხლა თუ აქედან მალე წავალთ, იმიტომ რომ მალე დაღამდება და რაც გითხარით საწვავთან დაკავშირებით, ხო, რა ვიცი, მაინც აქ არც კამერა, არც განათება და ხამე შეიძლება საწვავი კი არა ჩვენც გაგვაქვს რომ. ეხლა დავიძარი და შევეცდები სულაში გადმოგცეთ ემოციები. მოძრაობს როგორც ტანკი. აი გრძნობა ისეთი გაქვს, რომ თითქოს ტანკში ხარო. მაგრამ მაგისგან მიუხედავად მაინც გაგრძნობინებს რომ თლად ჯიპი არ არის და უფრო მოსპორტულო ტიპია თავის კონკურენტებთან შედარებით. არ ვიცი ამას BMW-ში როგორ აკეთებენ, მაგრამ ფაქტია რომ გამოვხდით. ამ მანქანით შეგიძლია წახვიდე ოჯახთან ერთად მაღალმთიან ადგილზე. Ну, რა თქმა უნდა, ოფროადზე არ მაქვს საუბარი, აი დაახლოებით ასეთ ან ოდნავ უარეს გზაზე იარო და ჩვეულებრივია რომ ჩახვიდე დანიშნულების ადგილზე, ან თუნდაც შეხვიდე სადმე და გაერთო. პატარა წაეთამაშნენ ძრავს და ოდნავ მეტი ცხენი გვაქვს ქარხნულთან შედარებით. დაახლოებით როგორც წერან აღვნიშნე, დაახლოებით stage 1-ის ამბავია, stage 1-ია გაკეთებული დაახლოებით და ფიქრობ რომ ამ მანქანას მეტი უბრალოდ არ ჭირდება. იმის გამო რომ 4-ვე წამყვანია და იმის გამო რომ BMW-ა და გრძნობაზე თამაშობს, ძალიან მაგრადი გრძნობა აჩქარება და ძალიან სასიამოვნოა რაც მთავარია. ეხლა ეგრეთ წოდებულ მწოლიარე პოლიციაზე გადავიარეთ და ურბილესად გადადის. არ აქვს არანაირი დარტყმა, არანაირი უხეში გადასვლა. ურბილესად 20-ით გადავიარეთ და ურბილესად გადაიარა. არ ვიცი რა ვიცი. ასე თავის კონკურენტები, ამის კონკურენტებს მალე გადავიღებთ, შევადარებთ, მაგრამ ვფიქრობ რომ კონკურენტებთან შედარებით ბევრ რაღაცაში უბრალოდ წინ არის. მაგალითად, სიჩქარე, გრძნობა, მუხრუჭები, შვენიერი მუხრუჭები აქვს. გამოვცადოთ. კარგია. კონკრეტულად ეს მანქანა 2018 წელს წარმოებული 30 იდეა. მაგრამ წეგან აღვნიშნე რომ ამ მანქანას კარგი მუხრუჭები ჰქონდა, მაგრამ არ მithქვამს რატომ. თავის 30-თან შედარებით, სხვა 30-ებთან შედარებით კარგი მუხრუჭი აქვს. და რატომ? მარტივია, 50D-ს მუხრუჭები უყენია. 50D, ვინც არ იცის, ეს არის იგივე M-თან მიახლოვებული, თითქმის შეგვიძლია ვთქვათ, რომ M-ია, ოღონდ დიზელის ვარიანტი. წარმოიდგინეთ, რომ ჩვეულებრივ BMW-ზე გეყენოთ M-ის მუხრუჭები ზუსტად იგივეა. ამიტომაც ამ მანქანაში სხვა 30D-სთან შედარებით ბევრად მაგარი მუხრუჭები გვაქვს. შეიძლება ზოგმა თქვას, რომ კი ამ მუხრუჭებს, მაგრამ ისეთი დიდი განსხვავებაც არ არის, როგორც შეინძახიო, მაგრამ მე რონის და გაბარიტების მიუხედავად ეს მანქანა ძალიან მაგრად ჩერდება. ხო, კიდევ ერთი. აზრი არ აქვს საცხოვრობ. საქართველო იქნება, ევროპა, აზია, აზრი არ აქვს საცხოვრობ. შეიძლება ვინმე გითხრათ, რომ იციო, ეგო საქართველოშიაო, რომ მანქანასო თავისი სტატუსიც მოყვებაო, მაგრამ დამიჯერეთ, ეგრე არ არის. ვინც გეუნევა, რომ მარტო საქართველოში ჭრისო შენი კარგი მანქანით სიარულიო, უბრალოდ ხელი ჩამოვართვით, თავაზიანი ხიმილი აჩუქეთ, გატრიალდით და წათით. იმიტომ რომ ამ მომენტში ევროპაში ვიმყოფებით და აქაც კი ამ მანქანას პატივს ცემენ. როცა ამ მანქანით მოძრაობ, ყველა ცდილობს რომ გზა დაგითმოს, თავაზიანად მოგექცეს. თუ გაზავ, რა თქმა უნდა, პავაროდნიკების გარეშე არავინ არ დაგისიგნალებს და არავინ არ შეგაგინებს. იმიტომ რომ BMW-ით ხარ და იმიტომ რომ X5-ით ხარ. ძალიან მარტივია. კიდევ რაც მინდა რომ აღვნიშნო, ეს არის სარკეები. ამ მანქანის ფლობელისთვის ეს სარკეები ნორმალურია, პირიქით კარგიც არის. იზახის რომ პრობლემას არ მიქმნისო და კარგათაც იყენებს, მაგრამ კონკრეტულად ჩემთვის ვფიქრობ რომ მეტის გაკეთებაც შეიძლებოდა. დიზაინს არ გულისხმობ, ძალიან ლამაზად არის მანქანის დიზაინში, ძალიან მაგრად არის ეს სარკეები გაკეთებული. უბრალოდ გულისხმობ ხედვის არის. თითქოს მაკლია, ხედვის არის მაკლია თითქოს უფრო მეტი უნდა ჩანდეს, მაგრამ არ ჩანს. ზოგმა შეიძლება თქვას, რომ BMW მithumetes X5 თუ ყავსო, M უნდა ყავდესო, მაგრამ
დამერწმუნეთ 30 დეცრულებით საკმარისია. მარტივად შეგვიძლია გამოვიდეთ, გადავაგდოთ სპორტში. ყოლოფით მივარდოთ ხელი და ჩავაგდოთ სპორტში. წითელზე ვართ ამ მომენტში გაჩერებულები და ოპერატორი დააფიქსირებს ჩვენ აჩქარებას. როგორც კი მწვანე აინთება, მაშინვე დავიძვრებით. ვითვალისწინებ ყველა ადამიანურ ფაქტორს, არ ვიყენებ არანაირ მოწყობილობებს, რომ ამის აჩქარება გავსინჯო, იმიტომ რომ მე ესე მგონია ყოველ შემთხვევაში, რომ დრაგით არავინ არ დადის ყოველ დღე და ყოველი შუქნიშანზე ჩააჭერის შემდეგ დრაგს არავინ არ უყურებს. ვცდილობ დაგანახოთ რა მაგრად ჩქარდება. 1 2 3 უკან რაღაცები გადავარდა. მე მგონი ოპერატორიც მაგას მიყვო. ხო, ასამდე მაინც და მაინც ვერ ავჩქარდით, იმიტომ რომ აქვე მეორე შუქნიშანია. მაგრამ არ ვიცი. ოდნავი დაგვიანება ქონდა. ოდნავი დაგვიანება, რაც ამ ხელა მანქანისთვის სრულიად ნორმალურია, მაგრამ ამ დაგვიანების მერე არ ვიცი, ალბათ რა ვიცი, რაკეტასავით მიდის. ხო, ამ მანქანით კიდევ ერთი რაც სასიამოვნო იქნება ქალაქში გაზაობა. ძალიან სასიამოვნოდ ზურები მანქანებს შორის. რა თქმა უნდა, ამას აგიტაციას არ ვუწევ და არ ვიძახი, რომ ყველა ასე უნდა იქცეოდეს. უბრალოდ იმას ვიძახი, რაც რეალობაა. საბოლოო ჯამში მინდა შევაჯამო ეს ყველაფერი და თან შევაფასო. და მინდა ვთქვა, რომ ეს უფრო გასწრომითი სტილის ვიდეო იყო, ვიდრე ტესტ დრაივი, რადგან პირველი ვიდეოა და მინდოდა რომ ჩემი თავი თქვენთვის გამეცნო. ალბათ ბევრმა შეამჩნია, რომ დეტალურად არაფერზე არ მილაპარაკია. ეს ზუსტად ის არის მიზეზი, რადგან მინდოდა რომ ჩემ თავი თქვენთვის უბრალოდ გამეცნო. შემდეგ ვიდეოებში ბევრად კონკრეტულად და ბევრად დეტალურად ვილაპარაკებთ ყველაფერზე და ბევრად მაგარი მანქანების გვეყოლება.